ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ქვეყანაში იშვიათი მეტალების 12 მილიარდიანი სტრატეგიული რეზერვი შეიქმნება, რომლის მიზანი ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაა. როგორც შტატების ლიდერი აცხადებს, ეს ჩინეთიდან იმპორტის შეჩერებას არ გულისხმობს, თუმცა თუ სავაჭრო მოლაპარაკებებისას ან გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდისას ოფიციალური პეკინი მეტალზე მონოპოლიით შტატებზე ზეწოლას ცდის, ამერიკის ხელისუფლება სტრატეგიულ რეზერვებზე გადაერთვება და ამერიკულ ინდუსტრიას საშუალებას მისცემს შეუფერხებლად გააგრძელონ საქმიანობა, ვიდრე ვითარება არ განიმუხტება. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სტრატეგიული რეზერვები სხვა არაერთი ბუნებრივი რესურსის, მათ შორის ბენზინისთვისაც აქვს შექმნილი და მათი დახმარებით ქვეყანა ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ინარჩუნებს. 12 მილიარდიან სტრატეგიულ რეზერვს ტრამპმა პროექტის საცავი უწოდა და მას აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკი 10 მილიარდით, ხოლო კერძო ფინანსური ინსტიტუტები 2 მილიარდით დააფინანსებენ. ის წიაღისეული მინერალები, რომლებიც დამუშავდება და დაეწყობა საცავებში, საჭიროების შემთხვევაში გადაეცემათ როგორც ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებს, ისე ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სხვა მწარმოებლებს. ანალიტიკოსებისთვის ტრამპის ინიციატივა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან შტატების ლიდერი ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაზე უკვე მრავალი წელია აქტიურად საუბრობს, განსაკუთრებით კი ძვირფასი მეტალების მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰარვარდის უნივერსიტეტისაგან ზიანის ანაზღაურების სახით $1 მილიარდ მოითხოვს. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას უნივერსიტეტთან მოლაპარაკებებისას $200 მილიონი გადახდის მოთხოვნაზე უკან დახევა მოუწია. ტრამპმა New York Times-ის სტატია Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ახსენა და ჰარვარდი New York Times-ისთვის უამრავი სისულელის მიწოდებაში დაადანაშაულა. ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა პალესტინის მხარდამჭერი პროტესტების დროს ანტისემიტიზმთან საბრძოლველად საკმარისი არ გააკეთა. ჰარვარდმა ეს ბრალდება უარყო. დღესდღეობით ჰარვარდი თეთრი სახლის კამპანიის მთავარი სამიზნეა, რომელიც მიზნად ადმინისტრაციის თქმით ამერიკულ კამპუსებში რადიკალური მემარცხენე იდეოლოგიების აღმოფხვრას ისახავს. გასული წლის აპრილში ტრამპმა ჰარვარდს დაახლოებით 2 მილიარდის კვლევითი გრანტები გააუქმა და ფედერალური დაფინანსებად შეუჩერა. უნივერსიტეტმა ამ ქმედებების გამო ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლა და განაცხადა, რომ არც ერთ მთავრობას არ უნდა ჰქონდეს უფლება უკარნახოს კერძო უნივერსიტეტებს, რა ასწავლონ, ვინ მიიღონ და დაასაქმონ. Walmart-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $1 ტრილიონ გადასცდა. ის საცალო ვაჭრობის მიმართულებით პირველი კომპანიაა, რომელმაც აღნიშნული ნიშნული გადაკვეთა. მსოფლიოს უდიდესი საცალო ვაჭრობის კომპანიის აქციების ფასი სამთებერვალს დღის 12 საათისთვის 2.5%-ით გაიზარდა და აქციაზე პიკურ ღირებულებას $126 მიაღწია. ამჟამად Walmart-ის ერთი აქციის ფასი $127 აჭარბებს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი აღემატება $1 ტრილიონს. საცალო ვაჭრობის გიგანტმა $1 ტრილიონიან შეფასებას ნიუ-იორკის საფონდო ბირჟი და NASDAQ-ის ინდექსზე გადასვლიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ მიაღწია. ამერიკული ეკონომიკური მედიის შეფასებით ორშაბათს SpaceX-ის მიერ XAI-ის შესყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებულმა გარიგებამ ილონ მასკის ქონება $84 მილიარდი გაზარდა. შედეგად მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის სიმდიდრემაც $800 მილიარდ გადააჭარბა. ეს გარიგება გაერთიანებულ კომპანიას $1.25 ტრილიონ აფასებს. გარიგებამდე ილონ მასკს SpaceX-ში 42%-იანი წილი ეკუთვნოდა, რომლის ღირებულება $336 მილიარდ შეადგენდა. დეკემბერში გამოტანილი სატენდერო შეთავაზების თანახმად კოსმოსური კომპანია $800 მილიარდ იყო შეფასებული. გარდა ამისა, მასკს XAI-ში 49%-იანი წილი ჰქონდა, რომლის ღირებულება $122 მილიარდ შეადგენდა. ამთვის დასაწყისში კერძო დაფინანსების რაუნდის გამართვისას კომპანია $250 მილიარდ იყო შეფასებული. შერწყმის შემდეგ, რომლის მიხედვითაც SpaceX-ი $1 ტრილიონ, ხოლო XAI $250 მილიარდ შეფასდა, ამერიკული მედიის დათვლით, მასკს ამჟამად გაერთიანებული კომპანიის 53%-იანი წილი ეკუთვნის, რომლის ღირებულებაც $542 მილიარდ უტოლდება. შედეგად, ახალი კომპანია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ყველაზე ძვირფას აქტივს წარმოადგენს. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა ისრაელური ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი QAI შეისყიდა, რაც კომპანიის ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე მსხვილი გარიგებაა. ფინანსური დეტალები ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა გავლენიანი გამოცემების ინფორმაციით, ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით $2 მილიარდ შეადგენს. ტექნოლოგიას რაც შეეხება, QAI-მ შეიმუშავა ინოვაციური მეთოდი, რომელიც სახის კუნთების მიკრომოძრაობების ანალიზით ჩუმ მეტყველებას შიფრავს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეეძლება Siri-ს ან სხვა AI
ასისტენტისთვის ბრძანების ხმის ამოუღებლად, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ან ჩურჩულით მიცემა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხალხმრავალ ადგილებში კონფიდენციალურობის დასაცავად. გარდა ამისა, კომპანიის ალგორითმები უზრუნველყოფენ ხმის ხარისხის გაუმჯობესებას ხმაურიან გარემოში და ადამიანის ემოციური მდგომარეობის ამოცნობას ვიზუალური ნიშნების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ QAI-ის დამფუძნებელი ავიად მიეზელსი Apple-ისთვის კარგად ნაცნობი პარტნიორია, რადგან სწორედ მის მიერ ადრე შექმნილი კომპანია PrimeSense გახდა ტექნოლოგიური საფუძველი Face ID-ის სახელით ცნობილი ფუნქციონალისა. ახალი გარიგების ფარგლებში QAI-ის მთელი გუნდი, მათ შორის 100-მდე წამყვანი ინჟინერი, Apple-ის აპარატურული ტექნოლოგიების დეპარტამენტს შეუერთდება, რომელსაც ჯონი სრუჯი ხელმძღვანელობს. მოსალოდნელია, რომ QAI-ის ტექნოლოგიური ინოვაციები AirPod-ის მომავალ მოდელებსა და Vision Pro-ში 2027 წლისთვის გამოჩნდება, რაც Apple-ს უხილავი ინტერფეისის შექმნის საშუალებას მისცემს. ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი Oracle 2026 წელს 45-დან 50 მილიარდ დოლარამდე დაფინანსების მოზიდვას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, მოზიდული ფინანსური რესურსი ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის მიმართულების Oracle Cloud Infrastructure-ის გაფართოებას მოხმარდება. Oracle, რომელსაც მილიარდერი ლარი ელისონი ხელმძღვანელობს, დაფინანსების ვალისა და კაპიტალის კომბინაციის გამოყენებით მიღებას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, ინვესტიციები მიმართული იქნება დამატებითი ინფრასტრუქტურული სიმძლავრეების შექმნისაკენ, რათა უკვე გაფორმებული კონტრაქტები განსაზღვრული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. Oracle-ის ინფორმაციით, დაფინანსების დაახლოებით ნახევარი აქციებთან დაკავშირებული ინსტრუმენტების საშუალებით იქნება მოზიდული. მათ შორის სავალდებულო კონვერტირებადი პრივილეგირებული ფასიანი ქაღალდებისა და ბაზარზე ეტაპობრივი განთავსების აქციათა ახალი პროგრამის მეშვეობით, რომლის მოცულობაც 20 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანია გეგმავს დარჩენილი ნაწილი 2026 წლის დასაწყისში არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვებით მოიზიდოს. ბოლო კვირებში ინვესტორები Oracle-ის ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გაფართოების გეგმებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან, რადგან კომპანიის ვალი იზრდება და მისი ფინანსური მდგომარეობა სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება OpenAI-ის, რომელიც ამ ეტაპზე მოგებიან კომპანიად არ მიიჩნევა. მას დეტალურად არ გაუსაჯაროებია, როგორ აპირებს საკუთარი ინფრასტრუქტურული საჭიროებების დაფინანსებას. გართობისა და კინოინდუსტრიის ლეგენდარულმა ამერიკულმა კომპანია Disney-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად მისმა შემოსავლებმა ბოლო 3 თვეში 25.98 მილიარდს მიაღწია, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს მცირედით აღემატება და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ აქედან წმინდა მოგება 2.58 მილიარდი დოლარია. ინვესტორებისთვის ერთ აქციაზე გასაცემი დივიდენდების მოცულობა კი 1.63 დოლარი. იმის მიუხედავად, რომ მთლიანი შემოსავალი ზრდილია, კვარტალური თვალსაზრისით კომპანიის წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 200 მილიონითაა შემცირებული, რაც Disney-სთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ხარჯებით, ასევე საავტორო უფლებების მიღებისთვის გადახდილი თანხებითა და ახალი კონტენტის შექმნისთვის გაზრდილი ხარჯებითაა განპირობებული. შემოსავლის მთავარი წყარო ბოლო 3 თვეში ლეგენდარული კინოინდუსტრიისთვის მისი გართობის ცენტრები იყო, საიდანაც კომპანიამ ჯამურად 10 მილიარდი მიიღო. ეს კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ მომავალი კვარტლისთვის შემოსავლების მკვეთ ზრდას ვარაუდობს Disney-ის სტრიმინგ პლატფორმების კუთხით. კერძოდ, მათი ვარაუდით Disney Plus-ისა და Hulu-s გამოწერებიდან მიღებულმა მოგებამ 500 მილიონს უნდა გადააჭარბოს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 200 მილიონიანი ზრდა უნდა დააფიქსიროს. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს საბოლოო დადგენილებას, რომელიც რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს 2027 წლიდან სრულად კრძალავს. კენჭისყრისას ინიციატივის დამტკიცებას 24 სახელმწიფოს ლიდერი დაეთანხმა. სლოვაკეთმა და უნგრეთმა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს, ხოლო ბულგარეთმა ხმის მიცემისაგან თავი შეიკავა. ახალი დადგენილების თანახმად რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის, იგივე LNG-ის იმპორტის აკრძალვის თარიღად 2026 წლის 31 დეკემბერი დასახელდა. რაც შეეხება მილსადენით მიწოდებულ გაზს, მისი იმპორტი სახელმწიფოებს 2027 წლის 30 სექტემბრის შემდეგ აღარ შეეძლებათ. დოკუმენტში ჩამატებულია შესწორებაც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ამოდის ერთი თვით 1 ნოემბრამდე გადაწევას მოიცავს, თუმცა მას შემდეგ რუსეთიდან იმპორტის უფლება აღარც ერთ სახელმწიფოს აღარ ექნება. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ენერგეტიკული რესურსების იმპორტიორებს რუსეთთან ახალი კონტრაქტების გაფორმების უფლება აღარ აქვთ. რაც შეეხება არსებულ გარიგებებს, მათი ჩახურვა კომპანიებმა დათქმულ თარიღებამდე უნდა მოასწრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევისთვის მათ ფინანსური ჯარიმები მოელით. მათ შორის მთლიანი წლიური მოგების 3.5%-ის კონფისკაცია. გათხევადებული რუსული გაზის იმპორტზე 2025 წლის 17 ივნისამდე დათებული შეთანხმებები 2026 წლის 25 აპრილამდე უნდა გაუქმდეს. მილსადენების საკითხზე დადებული გარიგებები კი 2026 წლის 17 ივნისამდე. არსებული ინფორმაციით, ევროპული კომისია მსგავსი აკრძალვების დამტკიცებას რუსული ნავთობისა და ბირთვული საწვავისთვისაც აპირებს.